ამერიკელებმა ჩრდილოეთ კორეელები პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენეს და შეატყობინეს, რომ მალე ამერიკული თვითმფრინავი ფხენიანში დაეშვებოდა. თვითმფრინავზე კი ამერიკელი დიპლომატები და ექიმები იყვნენ. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მათ ძალიან შეეშინდათ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეელებმა საბოლოოდ განაცხადეს, რომ თვითმფრინავი თაშვება შეძლებდა, ანუ მიცეს ამის უფლება ამერიკელებს, არავინ იცოდა, როგორი დახვედრა ელოდათ ამერიკელებს კორეაში. თვითმფრინავის ფხენიანში დაშვებას იდეალური ხმით მოლაპარაკე დისპეჩერი უძღვებოდა. ჯარისკაცებით სავსე ავტობუსით ამერიკელები ასაფრენიზოლიდან გადმოიყვანეს და თვითმფრინავი იაპონიაში დაბრუნდა. ამერიკელები ძალიან დიდრულ სასტუმროში მოათავსეს და მოლაპარაკებებიც დაიწყო. კორეელები სვამდნენ ძალიან კონკრეტულ შეკითხვას: თუ ვორმბირმა დანაშაული ჩაიდინა, მაშინ რატომ უნდა გაქცეოდა ის სათანადო სასამართლო პროცესი. საბოლოოდ იუნმა ჩრდილოეთ კორეელები დაარწმუნა, რომ ვორმბირის ნახვის უფლება მიეცათ, თუმცა იუნს კომაში მყოფი ამერიკელი აჩვენეს. ორი ჩრდილოეთ კორეელი ექიმი ხსნიდა, რომ ვორმბირი ამ მდგომარეობაში საავადმყოფოში 1 წელზე მეტი ხნის წინ მიიყვანეს და დასტურად ამისა წარმოადგინა სქელი ხელნაწერი სამედიცინო ისტორია და თავის ტვინის სკანირების რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც აჩვენებდა, რომ ვორმბირს ტვინის ფართო დაზიანება ჰქონდა და ამ სკანირების დოკუმენტებზე ეწერა კვლევის ჩატარების თარიღებიც. ამერიკელმა ექიმმა ფლოკიგერმა დაახლოებით 1 საათი დახარჯა ოტოს გასინჯვაზე. ჩრდილოეთ კორეელებმა ფლოკიგერს თხოვეს ხელი მოეწერა ოქმისთვის, რომელიც ადასტურებდა, რომ ოტოს საავადმყოფოში კარგად უვლიდნენ. აღმოჩნდა, რომ ვორმბირი კარგად იკვებებოდა, კარგად კვებავდნენ და მას ნაწოლებიც არ ჰქონდა, რაც კომატოზურ პაციენტებთან დაკავშირებით დასავლურ საავადმყოფოებსაც კი უჭირს. თუმცა ჩრდილოეთ კორეელები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად ვორმბირის გათავისუფლებისთვის. მოლაპარაკებები ღამემდე გაგრძელებულა. შემდეგ მეორე დილით ფლოკიგერი და იუნი ქალაქის ცენტრში მდებარე სხვა სასტუმროში მიიყვანეს. ამ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში 3 სხვა ამერიკელი პატიმარი ერთმანეთის მიყოლებით შეიყვანეს. ისინი ჯაშუშობის ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მტვრული ქმედების ბრალდებით იყვნენ დაკავებული. დაპატიმრების შემდეგ მათ გარესამყაროსთან თითქმის არანაირი კონტაქტი არ ქონიათ და ყველატიროდა, როდესაც იუნს ისინი ოჯახებისთვის შეტყობინებებს კარნახობდნენ. 15 წუთის შემდეგ ყველა პატიმარი საკონფერენციო დარბაზიდან გაიყვანეს. შემდეგ იუნმა თავისი ბოლო კარტი გაითამაშა. მან თავის ბიჭებს დაურეკა, რომ იაპონიიდან თვითმფრინავი ჩამოიყვანათ. ჩრდილოეთ კორეელებს კი უთხრა, რომ ისინი მიდიოდნენ კორეიდან ოტოს გარეშე ან ოტოსთან ერთად. ამ ქმედებამ გაამართლა, რადგან თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ კორეელმა ოფიციალურმა პირმა იუნს განუცხადა, რომ მათ ოტოს გათავისუფლება გადაწყვიტეს. ამერიკელები საავადმყოფოში დაბრუნდნენ და შავ კოსტუმში გამოწყობილმა ჩრდილოეთ კორეელმა მოსამართლემ ოტოს სასჯელი შეუმსუბუქა. შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ავტოკოლონა და სასწრაფო დახმარების მანქანა პირდაპირ აეროპორტისკენ გაემართა. თვითმფრინავმა ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცე დატოვა. 17 თვიანი პატიმრობის შემდეგ ვორმბირი ჯერ კიდევ კომატოზურ მდგომარეობაში სამშობლოში დაბრუნდა. ცინცინატის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა განაცხადეს, რომ ვორმბირი იყო უპასუხო სიფხიზლის მდგომარეობაში, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც მდგრადი ვეგეტატიური მდგომარეობა. მას შეეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა და თვალების დახამხამება, მაგრამ სხვაგვარად ის არ ამჟღავნებდა გარემოს გაცნობიერების ნიშნებს. საავადმყოფოს ნეიროინტენსიური თერაპიის სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ არსებობდა ბოტულიზმის მტკიცებულება, როგორც ამას ჩრდილოეთ კორეელები ამტკიცებდნენ. ექიმებმა ფიზიკური შეურაცხყოფის ან წამების მტკიცებულებაც ვერ იპოვეს. მას შემდეგ, რაც ექიმებმა ფრედს და სინდის, ანუ ვორმბირის დედმამას დაუდასტურეს, რომ მათ შვილს შემეცნებითი შეგრძნებები აღარასდროს ექნებოდა, მშობლებმა ექიმებს ნება დართეს, რომ მისთვის საკვები მილი მოიხსნათ. სამშობლოში დაბრუნებიდან 6 დღის შემდეგ 2017 წლის 19 ივნის 22 წლის ასაკში ამერიკელი ტურისტი, რომელიც უცხო საზოგადოების გასაცნობად იყო ჩასული ჩრდილოეთ კორეაში, გარდაიცვალა. ვორმბირი დაკრძალეს ოუქ-ჰილის სასაფლაოზე, ოჰაიოში. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყანა იყო ვორმბირის სიკვდილის ყველაზე დიდი მსხვერპლი, რადგან კორეის მიმართ უზარმაზარი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა. მათი მოპყრობა კი ვორმბირის მიმართ იყო ჰუმანიტარული. საზოგადოების რეაქცია კი ვორმბირის დაღუპვაზე იყო ძლიერი. მაგალითად, ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკეინმა და მარკო რუბიომ მას მკვლელობა უწოდეს.
მედიაში კი ზოგიერთი ობამას და მის ადმინისტრაციას ვორნბირის საქმეში სავარაუდო უმოქმედობის გამო აკრიტიკებდა. დოგმა კი სამოგზაურო სააგენტო დაადანაშაულა, რომელმაც ვორნბირი და ჯგუფის სხვა წევრები ჩრდილოეთ კორეაში ჩაიყვანა, ვინაიდან მათ კორეაში საფრთხის მიუხედავად ალკოჰოლის საღამო მოაწყვეს. ამის შემდეგ კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი მათ ტურზე ამერიკელებს აღარ დაუშვებდნენ. 2018 წლის აპრილში ვორნბირის მშობლებმა კორეის მთავრობას შეერთებული შტატების ფედერალურ საოლქო სასამართლოში ვაშინგტონში უჩივლეს. ერთი წლის შემდეგ სასამართლომ ინდონეზიაში დაკავებული ჩრდილოეთ კორეული გემის გაყიდვა და კომპენსაციის სახით გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 2022 წლის იანვარში კი ნიუ-იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ ვორნბირის ოჯახს ჩრდილოეთ კორეამ უნდა გადაუხადოს 240,000 ამერიკული დოლარი, რომელიც ჩამოართვეს ჩრდილოეთ კორეის ბანკს Korea Kwangson Banking Corporations. 2019 წელს კიმ დონგ ჩულმა კორეელ ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც დააკავეს ჩრდილოეთ კორეაში ვორნბირის პარალელურად, მაგრამ გაათავისუფლეს 2018 წელს, თქვა, რომ ნახა ახალგაზრდა ამერიკელი სავარაუდოდ ვორნბირი, თითქმის გაბრუებული, რომელიც გამომძიებლებმა დერეფანში გადაათრიეს და თავი და სახე წყლით ჰქონდა დასველებული. კიმი ვარაუდობს, რომ ვორნბირი დაკითხვის დროს შესაძლოა წყლით წამების მსხვერპლი ყოფილიყო, რადგან ტყვეობის დროს თავად კიმმაც განიცადა მსგავსი მოპყრობა. ჩრდილოეთ კორეაში ცნობილ მრავალ საპატიმრო ბანაკებში დაახლოებით 120,000 ჩრდილოეთ კორეელი იხდის სასჯელს. ისინი ისეთი უნიშნელო დარღვევებისთვისაც არიან გასამართლებული, როგორც არის სამხრეთ კორეული სერიალების ნახვა. იღბლიანების შიმშილის რაციონით უძლებენ რუტინულ ცემასა და იძულების შრომას, მაგალითად, ქვანახშირის მოპოვებას. უიღბლოები კი წამებით იხოცებიან. სეულში ერთი ჩრდილოეთ კორეელი, რომელმაც 3 წელი გაატარა დაბალი დონის ბანაკში ქვეყნიდან გაქცევის ცდილობის გამო, ტირილი თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ციხეები ნამდვილი ჯოჯოხეთია. პატიმრებს ხშირად ცემენ და იმდენად მშივრები არიან, რომ საკნებში თაგვებს იჭერენ საჭმელად. ის ამბობს, რომ ყოველდღიურად ხედავდა რამდენიმე თანაპატიმრის დაღუპვას. თუმცა როგორც ვარაუდობენ, ვორნბირი ასეთ ციხეში არ ეყოლებოდათ. სავარაუდოდ სხვა უცხოელი პატიმრების მსგავსად სასამართლომდე ის ფხენიანის ცენტრში პოლიციის შენობის უკან სასტუმროს ნომერში ეყოლებოდათ გამოკეტილი. მომდევნო 2 თვის განმავლობაში იძულებით აღიარებამდე ოტოს სავარაუდოდ დაუნდობლად დაკითხავდნენ. მიზანი იყო არა სიმართლის გაგება, არამედ იმ ფაბულის აგება, რომელიც შემდეგ ვორნბირმა პრესკონფერენციაზე ხელნაწერი ჩანაწერებიდან წაიკითხა. პრესკონფერენციაზე, როგორც ხედავთ, მისი აღიარების კადრებში ვორნბირი ფიზიკურად ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ როდესაც თავისუფლებას ითხოვდა, აშკარად უკიდურეს ფსიქიკურ აშლილობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მარტის შუა რიცხვებში გადაღებულ კადრებში სასამართლოზე ვორნბირის სხეული ისევ ჯანმრთელი ჩანს, თუმცა მისი გამოტყველება აშკარად ცარიელია და ფიზიკურადაც სასამართლოდან გაყვანისას მას 2 მცველი უდგას გვერდში. მერე შესაძლოა ვორნბირი შრომით გამოსასწორებელ ბანაკებში დაავადებულიყო, მაგრამ თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელმა ტურისტმა ამ ბანაკამდე ვერ მიაღწია. მეგობრობის საავადმყოფოს პერსონალმა თქვა, რომ ვორნბირის სასამართლო პროცესის შემდეგ ის საავადმყოფოში დილით მიიღეს და როდესაც ის შემოვიდა, უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. გაურკვეველი დარჩა, სცემეს თუ არა ვორნბირი, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ჩრდილოეთ კორეელებს უცხოელი ტურისტი არასდროს უწამებიათ. მათ საპატიმრო პირობებით უცხოელებისთვის გაცილებით რბილი აქვთ. თან კორეას რატომ უნდა დაეკარგა მოლაპარაკების ან რაიმე სასარგებლო შედეგის მიღების შანსი. ესეც ხომ არგუმენტია. მას თუ არ უწამებიათ, რა მოუვიდა ამერიკელ ტურისტს. ამ жалобაში შემოდის კიდევ ერთი თეორია, რომელზეც მე არ ვისაუბრებ და თუ თავად მიხვდებით, დაწერეთ კომენტარებში. ამის შემდეგ 2018 წლის დასაწყისიდან სანქციებით შებოჭილი და ვორნბირის სახელით ომისთვის მზადებით შეშინებული ჩრდილოეთ კორეა გარესამყაროსთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა. ამ დიპლომატიის ცენტრალური ნაწილი იყო სამხრეთ კორეის სამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელიც ხელს ართმევდა სოფლიო ლიდერებს. როგორც ამბობენ, ჩრდილოეთ კორეელები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ პენსას დაუკავშირდნენ, რათა ეკითხათ, სურდა თუ არა მასთან შეხვედრა. თანაც გააფრთხილეს, რომ ვორნბირის ისტორიაზე ყურადღება არ გამახვილებინა. ამის ნაცვლად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა VIP ლოჟაში მასთან ერთად ფრედ ვორნბირი დასვა. იმ ადგილიდან კი სულ რამდენიმე მეტრში კიმის დაიჯდა. ფრედმა მას ძლივს წუხარებით ახსავსე
ღირსებით შეხედა. საპასუხოდ კი 7 დიპლომატიური ღიმილი მიიღო. ახალგაზრდა ამერიკელი გონს აღარასდროს მოსულა. მან საკუთარი ამბის მოყოლა ვერ შეძლო. ექიმების მიერ ჩატარებული ამომწურავი გამოკვლევების მიუხედავად ვერ გამოვლინდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ახსნიდა თუ როგორ მოხდა უორნბირის დაზიანება. ოტო უორნბირის ისტორია კი გვახსენებს, რომ ბევრგან ადამიანის სიცოცხლე ბევრს არაფერს ნიშნავს. ბიუროკრატიის მიღმა, პოლიტიკური ლავირების მიღმა არსებობდა ბიჭი, რომელსაც უბრალოდ უნდოდა ენახა განსხვავებული ხალხი და განსხვავებული ქვეყანა. და დღეს მისი სახელი გახდა სიმბოლო იმ უხილავის საზღვრისა, რომელსაც ვერცერთი ქვეყნის პასპორტი ვერ ცდება. და ვიდეოს ბოლოს თუ შენ აქამდე მიყურებდი და მისმენდი, მაშინ არხიც გამოიწერე და ვიდეოს დაალაიქე. და თუ ზარის ხილაკსაც გააქტიურებ, მაშინ მომდენო ვიდეოები არ გამოგრჩება. დიდი მადლობა.